მოგესალმებით დღეს ვაგრძელებთ საუბარს ჩვენი რესურსების ვებგვერდის შესახებ, რომელიც წინა ვიდეოებში განვიხილეთ. დღეს განვიხილავთ კონკრეტულად რამდენიმე ფუნქციას და როგორ უნდა მოვიზიოთ და გადავწეროთ კონკრეტული ჩვენთვის საჭირო რესურსი. ვებგვერდის მისამართი ჩანს ბრაუზერის ველში, ასევე იქნება ვიდეოს აღწერაში დაწერილი. რაც შეეხება მასალებს, დაყოფილია შემდეგნაირად: ადრეული განათლება, აქტუალების მიხედვით დაყოფილია, ხედავთ, რომ ქვემოთ განსხვავებული რესურსები ჩანს. ამას გაიცნობით მერე, ეს არის ინკლუზიური განათლების განყოფილება თავიდან ბოლომდე, ძალიან საინტერესო, საჭირო და ძალიან კაი მასალებია შიგნით. ეს ვთქვით, რომ მასწავლებლებისთვისა და ეხლა გადავიდეთ კონკრეტულად რესურსების მოძიებას. აქ თქვენ ხედავთ, რომ ქართული სახელებია, 4 ქართული სახელი და ამის შესახებაც ორი სიტყვით გეტყვით. ეს არის პირობითად ჩემი შვილების ან მოსწავლეების სახელები, რომელსაც მე აქედან შევდივარ ჩემს ანგარიშში. აქ არის ჩემი შვილები, აქ შემიძლია უკვე დამატებული იყოს 4 ბავშვი, შემიძლია კიდე ხა დავამატო ახალი, დავუშვათ თეონა. თეონა იყოს დაბადებული თებერვალში 2018 წელს. ამას შევინახავ ახლა, ესე დავიმახსოვრებ. ვებგვერდს გავაახლებ ესე და გამჩნდა თეონა აქ. თეონასთან როცა შევალ, შემოთავაზებს ვებგვერდი ავტომატურად თეონას ასეთისთვის განკუთვნილ სხვადასხვა სავარჯიშოებს და დავალებებს, რაც ასევე განმარტივებს ვებგვერდზე ძებნის პროცესს. მარიამთან შევალ, მარიამთან სხვა ასაკებია მითითებული და სხვა რესურსებს ამომიგდებს თუ გამომიჩენს და დავუშვათ შევალ თამუნასთან კიდე სხვას. თამუნას ასაკი ალბათ პატარა ასაკი ვაქვს მითითებული და შესაბამის დავალებებს გვიჩენს, გოგასთან შევალ და სულ სხვა დავალებებს გამომიჩენს. მოდით შევიდეთ თეონას დავალებებში და კონკრეტული ერთი რომელიმე გადმოვწეროთ და მაგალითად ვნახოთ. პირობითად ეს რაღაც ჩემი აზრით მათემატიკის დავალება უნდა იყოს. აქ შეგვიძლია ვნახოთ ესე რას ვთავაზობენ, მე ჩამოვყვეთ და ვნახოთ როგორი შეფასებები აქვს. ჩვენი შეფასება აქვს და კომენტარებიც უწერია ხალხს. აი რჩევებიც არის, რაღაცები ამებს თქვენ გაიცნობით, მე გადმოწერის ხილაკი შეგვიძლია დააჭიროთ. PDF ფაილზე გადაგვიყვანს და ესეთი დავალება მათემატიკის რამდენი ყვავილია და უნდა გავაფერადოს ან შემოხაზოს არც რამდენი დინოზავრია, შემოხაზოს შვენიერი გადასარევი ჩემი აზრით სავარჯიშოა აქ ჩამოთვლითაც დააჭრებით. მე უკვე ფოლდერი გამზადებული მაქვს საქაღალდე, რაც შევინახავ, დავაწერ მათემატიკას. უკვე რაღაც ეგეთიც შენახული მქონია, და მათემატიკა 1-ს დავწერე. შევინახავ და როცა შევალ ჩემს საქაღალდეში, აქ დამხვდება სხვადასხვა რესურსთან ერთად ისიც. ეს უკვე შემიძლია ამობეჭდო და გამოვიყენო საჭიროების სამყაროში. გისურვებთ წარმატებებს, იმედია გამოგადგებათ. შემდეგ ვიდეოებში კიდე რაღაც ფუნქციებს განვიხილავთ, რაც შეიძლება გამოგვადგეს ჩვენ შვილებთან მუშაობაში ან ჩვენ მოსწავლეებთან.